ჩვენთა დირექტორი იყო აჩი არველაძე, როგორც იცით, იგი აიძულა ყოფილმა მინისტრმა, რომ წასულიყო სკოლიდან და ამითი ბოლო ყუდი მოიქნია განათლების სისტემაში შაშკინმა და თავისი ერთგული გამოუშვა, რომელიც ამაყობს მისით, რომ მე შაშკინის დანიშნული ვარ და ეძებდა იმას, ვინ იყო აჩიკოს მომხრეები და ყველა მოსიყვარულე ვართ. აჩიკო ისე გვიყვარს უყოდაც ოცნებობთ მის დაბრუნებაზე. და ანთავისუფლებს ხალხს, გაანთავისუფლა საქმეთა მწარმოებელი უმიზეზოდ და თქვა მასთან, რომ მე იმიტომ გავამიშოს, რომ აქ დარაჯიდან დაწყებული ყველა გავანთავისუფლო. ოფიციალურად განაცხადა ეს. ჩვენ მოგვიდო ბრალად ის, რომ აი თქვენ გუშინ დაგვიბარა საღამოს, როცა მასწავლებლები წავლენ, მერე დავიბარებო თქვა. დაგვიბარა და გვითხრა, რომ თქვენ მოადგილეები ხართ ჩემი და არ შეაჩერეთ მასწავლებლები და რატომ შემოვიდნენ ჩემთან. მე ვთხარი, როგორ ახლა მომეკიდა ხელი ამ ხელა ასაკიმასეთ მასაკის და გამეყვანა გარეთ. არა, არასრულებთ მოვალეობასო, გაკვეთილები ჩაიშალო, გაკვეთილები არ ჩაშლილა. 10 წუთი იყვნენ მასწავლებლები, გადაცდა კიდევ 10 წუთი და მე ყველა წავიდა თავის ადგილზე. 91 წლიდან ქალბატონი ევგენია და ქალბატონი იზო, ჟანა ევგენია ქვია, მართავენ სკოლას როგორ? იცით როგორი მკაცრები არიან? მაგრამ ბავშვებს ისეთი პატივისცემა აქვს და ისე, ესენი რო არ იყვნენ ამ სკოლაში, არ ვიცი რა იქნებოდა. და ყველა აბსოლუტურად მშობლებიც, ბავშვებიც მოვითხოვთ დააბრუნონ აჩიკო. მშობლების სახელით ვამბობ, მთელი სკოლის მშობლების სახელით, რომ დაბრუნებული იქნას ქალბატონი ჟანა, პირველ რიგში სასწავლო ნაწილი და იზა თავიანთ თანამდებობაზე, იმიტომ რომ ისინი იქნიან უკანონოდ განთავისუფლებულები, საკმაოდ კარგად მართავენ სკოლას, იშვიათად რომ ასეთი მართველი იყოს რომელიმე სკოლაში და ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაბრუნდნენ და ან შესაძლოა დაგვიბრუნა ჩვენი დირექტორი. ძალიან გვინდა ყველა მოსწავლეს რომ აჩი არველაძე დაბრუნდეს ჩვენ სკოლაში, იმიტომ არაჩვეულებრივი დირექტორი იყო და ძალიან დიდ პროტესტს გამოთქვამთ ამ ამბების შესახებ და ძალიან გვინდა რომ ჩვენი ძალიან უმაგრესი მასწავლებლისა და დირექტორი დაგვიბრუნდეს ჩვენ სკოლაში. ჩემი სკოლის საქმეთა მმართველს გავუვიდა ხელშეკრულების ვადა და აღარ გაუგრძელე. მეორე თანამშრომელი, რომელიც არის განთავისუფლებული, ეს არის სკოლის მუშა, რეზო გურგენიძე და მან თხოვა ახალი ხელშეკრულება შემომიტანა და თხოვა მომეწერა ხელი. ჯერ ძველ ხელშეკრულებას არ ქონია ვადა გასული და მეუფლება არ მქონდა გამეგრძელებული. რატომღაც მისცეს ამას ყველაფერს პოლიტიკური სახე, არანაირი პოლიტიკური აქ არაფერი არ არის, არავინ პოლიტიკური ნიშნით სკოლიდან არ გასულა. ეს არის სრულ ინფორმაცია. რაც შეეხება ჩემ მოადგილეებს, ამასთან დაკავშირებით მოიყვანეს სკოლაში მასწავლებლები, ჩამოვიდნენ სკოლაში მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში, მყავს 3 მოადგილე, 3 მოადგილეს როგორმე ორგანიზება უნდა გაეკეთებინა იმის, რომ საგაკვეთილო პროცესი არ ჩაშლილიყო. მე მინდა რომ სკოლა იყოს ფეხზე, გამართულად ტარდებოდეს გაკვეთილები. თვითონ არიან ნათესაურ კავშირში ჩემი მოადგილეები. ჩემი მოადგილეს და არის სამეურო საბჭოს თავმჯდომარე და რა თქმა უნდა გული შესტკივა მის დაზე და ინტერვიუს მოგცემდათ კიდეც. მეორე და არის პედაგოგი სკოლაში. გასაკვირი არ არის რომ გული შესკივათ. მე აქ ნათესაური არავინ არ მომიყვანია. ეს არის სჭორი. სკოლაში ძალიან ბევრი ბავშვია, 700 ბავშვი, მე მგონი 800 ბავშვი არ დგას გარეთ, ხო? და ეხა ნაწილის კარგად ორგანიზება შეიძლება რომ გაიყვანო გარეთ. რა თქმა უნდა, ხელმძღვანელები ყავს ამ ყველაფერს და ხელმძღვანელის გარეშე ეს ვერ გაკეთდებოდა. ორგანიზატორის გარეშე ვერ მოახერხებდნენ ბავშვები კლასიდან გამოსვლას.